მშვიდობისად ხალხნებო ყოველს მოგესალმები ეს რა არის აქალაგებს ნაგვებს სავსე აქაულობა ეს წავიღებ ეს ნახე როგორ არის Absolutely მოიტეხა. ეს რაღაც სამეგრელოში dreams კიდე კაიმე და ვარწავეთ ხა სუცუდი ამინდია და dreams ჭეშმარიტა თქვენც ასევე ეს კაცია ის რაღაც ხუახუა ვახ კაი კაცია და გავაცნოთ ერთმანეთია ბონის და სუცაკია და აქეთ არ ჩანდნენ ეს დღეები. ეთყობა წასვლები იყვნენ. ეს გამიხვჭდა ესე იგი. ეს არ უნდა გამოძრეს, თორე მე ცალაც არ მყოფნის. მიდი. Bonifo. იკა მოიგითხა ბონი. როგორ ეძინა. ჩემოთ. როგორ გეძინა ბონი? გონი გავაკეთე. რაღაცა გავაკეთე. მშვიდობისა ყველას, აბა როგორ ვართ? როგორ ბრძანდებით? როგორ გიგითხოთ?
რა მინდა არ ვიცი. რაღაცა მინდა. ალბათ ხერხულების გავიცხებ და გავხერხნი. ან არა, ყავას მოვიდრებ და პასკას მივიდრე მინდა ხო? პასკას მივატან. ჩემი წონა ყოველდღე ქვემოთ მოდის, არა და ისეთი პერიოდი მაქვს. დღე-დღეზე ველოდები რაღაცას და მაგ დროს ყოველთვის მეც მაჩვენებს ხო? ესე იგი რამდენს ვუძლებთ ქალები პროსტა? აი შენი ყველაფერი ისე უკაჩავს ისეთ კი. დილაში დავისა ორა ლაზაცენები შენდები ეხა მე მინდა გემრიელი კოფე რომელსაც ერთად მოვაგებ სამიწისა სარკიტი ბოლი და ევასაც წვარო და ევას TikTok-ს უყურებს TikTok-ზე რაღაცებს და ბონი გვერდზე უწევს საათს და ამაყიდო ვაინის სახით კომპანიონები და მეგობრები არიან ჩემი გოგო და ჩემი ძაღლი როგორ მიყვარენ მე სამაღალა ჩოკოპაიც მაქვს ჩოკოპაი ხო არ მინდა და ყავასთან ვიცოდე ნეტა I'm going to go somewhere to cut it in. Me the chica. Friday, Thursday, I saw your story. Esto es una maleta distro. I know that. Musimy mieć czamy, nie? To dostałem shield. So to jest wielki regałsen. Aj? Ja mi to nie pomogę, ale czemu się mi na tym dochodzi? No. Masz mi zaufane. Ese ni uqaqala dikhome me lo chama sawaqi. Duni, evi duni, evas duni, dulina, dedicosi dulina. ესე იგი ვუყურებ თეთრ ლოტუსს მესამე სეზონს მეხუთე სერიაზე ვარ უკავე მეტი ჯერ არ არის მე გამოსული არ ქართულ საიტზე არ და შეიძლება ნახავ მოკლედ მაგას რო ვუყურებ რაღაცა ეს სეზონი ისეთ ვერ არის როგორც წინები მაგრამ ნუ მაინც არ არის სერიალი რა ხოდა ეს ძალიან მაინტერესებს ერთის საკითხი რომელიც მარტო მარტო არა ცხოვრებაშიც მასე ახლა ეს და რომ დავჭრებით და ავისმოს თავისუფლად უნდა კითხოთ თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით რა ხდება ასე
რა მიგოს ხოლმე? Დილავში დაბის. Bom. Დილავში დობის ყველას. რა მაინტერესებს ესე? აი მაგთეს ლოტუსში არის რა. კაცი. მამა. რაღაცა. მახინაციებში გაება. ციხეში უყევენ ჩასმა გააკოტრა რა. ხოდა ამ თავის ოჯახს ყველაფერს უმალავს ბოლო წუთამდე რამის არის კაცი მოკვდეს ესენი ისვენებენ ერთ ამბავში არიან აზე არ არიან მიცოლი იძახის აიო მამა თქვენი ვითო პატიოსანიო მე ვიღაცებს იძახის გადასახადებიო არ გადაიხადესო დაიმალნენო და ამ კაცს იმდენი გადასახადებიო გადასახადიო ბანკროტათაც უნდა გამოცხადესო ციხეში უნდა ჩაჯდო ვიღაცას ელაპარაკა გონი ადვოკატს ამათ ვერ ეუბნება და ამ წელს კიდე ეს ქმარი შვილებთან მაგალითად მოყავს მამა თქვენი ანუ აი რა საჭიროა რომ შევქმნათ ჩვენ ცოლს ხმარ შვილს თუ ოჯახის წევს თუგად ვინაც მშობლს ანუ შვილს ვერ ევთქვია რომ ეშინია იმის ხმა რომ ტაივანში უნდა დარჩენა ტაძარში მედიტაციის სასწავლად ანუ რატო ვქმნით ხოლმე აი ამ ხატებს რომელიც არ ვართ და რეალურად მე ჩვენ თვითონ რო ვხვდებით ამის მსხვერპლი ამიტომ მაგ ჩარჩოში გამომწყდა უსგვიწავს რომ ვიცხოვროთ არ ვიცი მე ყოველთვის მიგვირდა სამშობლები ძალიან ბევრჯერ მინახავს როგორ ატყუებენ შვილებს არ ეუბნებიან სიმართლეს
არ ვიცი ახეთი რა ეს ვერ ხვდები მართლა სოდეს არ ყოფილა რომ მე რაღაცა ჩემი შვილისთვის გამემალოს არ მეთქვათ ანუ შეიძლება რომ ხა შეიძლება კი არა ჩვენ ყველას გვაქვს ძალიან ბევრი ჩვენი განცდები ხო შეიძლება მე თოების განმავლობაში ვიყო ცუდად ეხა ვიყავი მაგალითად მაგრამ ამას მე ყოველდღე არავის არ ვაჩვენებ და არავის არ ვანახებ და მით უმეტეს კი თავზე არავის არ ვახვევ მაგაზე არ ვიცახი მე ვამბობ იმაზე რომ აი მაგალითად ესე სულად რო ვარ და ოჯახის წევრებმა კიდევ შეიძლება საერთოდ არ იცოდნენ ხო ანუ მაგას ვიცახი ანუ სამსახურშიო კრიზისი გაქდა ოჯახში გონიათ რომ პირიქით ზემოთ მიდის შენი საქმე ანუ რატო აკეთებენ ამას იმიტომ რომ არ ანერვიულან თუ იმიტომ რომ იმედი არ აქვს რომ მხარს დაუჭერენ თუ არია აი მას მკაცრად ვთვლი რომ მშობელზე ცუდი არ უნდა ვასმენიოთ თუ დაშორებული არიან ხოლმე ხშირად ხდება რაცა ბევრი უსამართლობა და ბევრი ტკივილი მიიღე ადამიანისგან მე ძალიან ძნელია რომ გაფილტრო შენი აზრები შენი ფიქრები მაგრამ აქ პირველ რიგში ჩემი აზრით ბავშვს უნდა ვიფიქროთ ის არის ხოლმე რომ მე მშობელს ეშინია რომ აი არაფრად უნდათ მამას მაგალითად არაფრად ბევრჯერ მინახე ეგეთის ალიმენტსაც არ ინახავდა მათ გაზდაშიც არ აძლევდა მათ გაზდაშიც არ მონაწილეობდა და ეხა ბავშვები გაიზარდნენ და გამოჩნდა რომ კარგი მამა და მე რასაც უკრძალავ ყველაფრის ნებას აძლევს და რაღაც და ბავშვებსაც ესე გონიათ და რაღაც და ანუ გვეშინია ხოლმე ქალებს რომ ასე ვთქვათ მიხარეთ არ გადავიდნენ რა მაგრამ როგორ იცი ერთი თუ გადავა ერთმა გაუმარჯოს და მე მეორეც კიდე ვიცი რომ ძალიან რთულია მე ძედა ვარ და ესე აზრად ითქმის და ძალიან რთული და მძიმე და მტკივნეული ვიცი მშვენივრად მაგრამ სხვა გზა არ არის და მე მეორე ვარიანტია კიდე რომ ანუ დასული შვილები ყველაფერს ხედავენ ხო არ გიგონებს რომ რამის ვერ ხედავენ შეიძლება თავი რაღაცა თავი მოაჩვენოს და ესე ადამიანმა შეაცდინოს ადამიანმა ჯამში ყოველთვის დაინახავს გულსაც დაინახავს და ყველაფერსაც დაინახავს და თუ იმას აიჩევს კიდევ ყველაფერს დაინახავს და იმას აიჩევს შვილია და ყველა მის ნაირია არც ვიზახტო მეზვაკაია ესე მეშინია ბონის კიშმიშიანი არ მივცა რომელიღაც ჯგუფში შემდგა თოი კუდემა ოსაბელში ვარ და მთლიანი გოჭის თავი შეჭაფაო ცუდად არ არის ასაღებინებს ვარც აღარათი აქ არაფერი რომ უსასე მთლიანი შეჭამაო და რა ვქნაო Gabriela. აი ხო ამბობენ რომ დილაცილიც უნდა დაიწყო ბლა 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 თუ მინდა რომ წონა არ გაგექცეს ჩემ შემთხვევაში მით უნდა დავიწყო რაც მინდა
და რეალურად თავარია რომ ისე არ ვჭამო ემოციურად, თორემ მე სხვა პრობლემა არ მაქვს. Exactly. ცოცხლებში ახავე. მე ჩემს არ ვნახე ვარ მაგიაროთ. თუ ფორმაში ელენერვა ხოთი. მაგის დეი დაყვებოდა რომ ვიღაცა იყო ხალი რომელიც მის ქმარს მაგიარის გარეშე ახავდა ნახე ანუ მაგიარი ძინებდა ეს ხალი და დილას უხენია ხდებოდა სანამ ქმარი გაიღვიძებდა და მაგიარს იკეთებდა რომ ქმარი რომ გაიღვიძებდა უკვე მაგიაჟენი ენახა გაზაპარცე ფეხით არ უნახი ვარ მე მინდა რომ ჩემ ქმარს, ჩემში ყველა ჩემ ახლობელ ადამიანს მე ვუყვარდე. აი ნახე, შენ ხო შენი თავი გიყვარს ყველანაირ. ნახე, სად არის ის ადამიანი, ვინც მაკიაჟით იძინებს და იღუძებს და ცუდ ფორმაში სხვას არ ენახება, მას არ უყვარს თავის თავი ცუდ ფორმაში. და როცა შენ გიყვარს შენი თავი ყველანაირი, იმიტომ რომ ღმერთმა დაგვიფაროს. იმდენი ამის შეიძლება მოხდეს ჩვენ თავს, ჩვენ ცხოვრებაში, ახლა მაგალითად რუსები არიან. რა დაემართა იმ კაცს? მე მგონი მოტოციკლით მოვიდა ავარია. თუ სწორად მახსოვს. და თან დასასვენებლად იყვნენ მე მგონი. სადღაც აზიაში, ზუსტად არ მახსოვს. მაგრამ სხვა ქვეყანაში. იმიტომ მახსოვს რომ ტრანსპორტირება ძალიან გაუჭირდა, ანუ საშინელი ავარია მოვიდა ამ კაცს. ანუ ეს კაცი იყო დაკუნთული, ნავარჯიშევი. პროგრამისტი იყო თუ ფოტოგრაფი იყო, აღარ მახსოვს, მაგრამ ფულს შოულობდა. ფულს რა ეხა ძალიან ბევრს კი არა, მაგრამ ნუ თვითონ წყვილს რო ყოფნოდა და აი იდეალურ ფორმაში. პირველ ცოლთან გაშორებული იყო და ახალი შეყრილი იყო ამ მეორე ცოლთან რა და ესე იგი ტიპს რა დაემართა ფაქტობრივად მოკვდა ადამიანი ანუ იყო კომაში ძალიან დიდხანს მერე ძლივს გადმოიყვანეს თავის ქვეყანაში და ახლა დებს ხოლმე მისი ცოლი ვიდეოებს და რაღაცას ანუ ცოლი რო ეკითხება ვინ ვარ რომ ჩემ ბუღალტერი ხარ იქნება ის ანუ არა თუ ფიზიკური ყველანაირი ფორმა დაკარგა გასუქდა წერს რომ პარსავენ ყებს ან თმას რო აჭრიან რაღაცებს აკეთებს შვილი რომ მისი შვილია ეგიცის ხოდა ეს ქალი უფლის და კაცებს ჩვენ აბა მითხარით ჩვენ ნახი ყავს ჩვენი კაცები თვრალი ნარწყევი გაპარსული გასაპარსი რა ყველანაირ ფორმაში და ქალები როგორ უვლით და როგორ გვიყვარს როგორ ზრუნავ და კაცებს ანუ თუ კი არც კი მივცემთ შანსს რომ ნახონ ყველანაირ ან ზუსტად იგივე იქნება თუ ჩვენც მივცემთ შანსს რომ ყველანაირ გვიცოდნენ ყველანაირ რატო არა ჩემი საუკეთესო ფორმაც უნდა იცოდეს და ჩემი ყველაზე ცუდი ფორმაც მე რაღაცა გამომივა თუნდაც საქმეში ეგეც უნდა იცოდეს და სრული კრახი როცა მექნება ეგეთ ანუ რატო უნდა დაუმალო რამე ანუ მე ჩემთვის აზრს ვერ ვხედავ პირადად რომ რაიმე დაუმალო
ანუ ახლა სრულიად 100% არ ვიცი. სხვა ადამიანს ისე ვერ შეძლებ რომ გაიხსნა როგორც ჩვენ თავს და რაღაც მე ეგ არის საჭირო. ანუ სხვა ადამიანთან მაქსიმალური გახსნილობა და საკუთარ თავთან მაქსიმალური გახსნება სხვა რაღაცაა. იგივე მაგალითად ასევე ნათესავებთან და ნაცნობებთან მაქსიმალური გახსნილობა და ქმართან მაქსიმალური გახსნილობა ან მეგობართან და დედასთან სულ სხვა რაღაცაა, ხო? აი ბუნებრივია. ახლა მეც მაგალითად მაქსიმალურად ღია ვარ ჩემი აუდიტორიისადმი და ზოგს გონია რომ ამის იქით всё 100%-ია ჩემი არა. ანუ მე როცა ვამბობ რომ მაქსიმალურად ღია ვარ, აქ მე გულისხმობ რომ მაქსიმალურად ღია ვარ, იმდენ რამდენადაც შემიძლია და შესაძლებელია რომ ამ ხელ აუდიტორიის წინაშე იყო ღია. და არა ის რომ 100% ხარ როგორც სახში ვარ ისე ვარ მაგალითად. ვცდილობ ძალიან და კი რა თქმა უნდა, მაგრამ ხა ხო ჩემ თავთან როგორც ვარ და შვილებთან და ქმართან და მეგობართან ეგრე ხო არ ვარ. ანუ არის სხვადასხვა საფეხურები რა. და ეგ ნორმა, ეგ ჩვეულებრივი რაღაცაა. ასე კი ვიცი ეს რაღაცებზე რატო შეიძლება ადამიანმა ილაპარაკოს და მგონია რომ იმდენად ჩვეულებრივი რაღაცაა და იმდენად რავი ყველას რო ესმის ერთი რაღაცა, მაგრამ მე ეს რაღაცა ხდება ანუ თუნდაც ფილმში ხო, თუნდაც ცხოვრებაში ნახულობ და მე ხვდები რომ პირიქით ადამიანთა უმეტესობა ერთმანეთთან პოზებს იჭერს. ანუ ბევრი წვილიც მინახია ეგეთი, ну, სანამ შეუყვდებიან სხვა შორის, რომ ანუ როცა ერთად არიან სხვადასხვა ტიპები არიან და როცა სალსაკი არიან სხვადასხვა. და მე ხშირად ხდება ხოლმე რომ ეგეთი ადამიანები ერთად ვერ ცხოვრობენ, იმიტომ რომ გამოლოდინები აქვთ და რეალობა სხვა ხვდებათ. რა გამოვიწერე რა ჩამოვიდა სავით. ხო ხა ის ბუნებრივია რომ გვინდა რომ მოვეწონოთ ადამიანს და ჩვენ კაი მხარეს ვაჩვენებთ. ხა ეგ ალბათ ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ აი ხა ეს გაცნობის საწყისი ეტაპი სხვა არის, მაგრამ ანუ მთელი ურთიერთობაში ადამიანს ეგ უჭირავს, ეგ პლანკა რა ვიცი მე ვთვლი ჩემთვის ეგ არასწორია. შეიძლება ვიღაცისთვის ეს არის არასწორი და ანუ ჩემს ეგეც მისაღებია. ჩემთვის ყველაფერი მისაღებია, როგორ იცი, რაც მე ხელს არ მიშლის, რაც ჩემთან არ გადაიკვეთება, არ მიშლის ხელს ცხოვრებაში, ჩემ პირასაკურებში არ შემოდის. მე რა თქმა უნდა არავის არ უშლი ხელს და კუას არ ვასწავლე და არავის პირასაკურებში არ შევდივარ. ანუ მასშოვლე თავის საქმე და თავის ცხოვრება გქონდეს მე ჩემი. ისიც ნორმალურია, რომ მე ჩემი აზრი ვთქვა და სხვა თავისი აზრი თქვას, მაგრამ აი ასე კორექტულად, ნორმალურად, ადამიანურად შეურაცხყოფის გარეშე, ანუ თუ შენ სხვა უკიდურესობაში ხარ და მე სხვა უკიდურესობაში ვარ, ესეთ თემაზე საუბრობს ადამიანი და ვიღაცას მაგალითად ეს კულტი მოხდება. ეს ვიღაცა მოვა პრეტენზიებით, შეურაცხყოფებით, ეს ძალიან დაბალი დონის მაჩვენებელია ჩემი აზრით და შეგნების, ასევე შეგნების დაბალი დონის. იმიტომ რომ შეგნებული ადამიანი უბრალოდ თავის აზრს აფიქსირებს, თუ ვინმე ვთქვათ ცუდად მოიხსენიებს, საკუთარ თავზე არ იღებს, იმიტომ რომ შეგნებულ ადამიანს ეგ არ ეხება. და უბრალოდ გაივლის. მაგრამ ვინც გამოვარდება და აი გამოიფრთხონის ყველაფერს გამწარებული და შეურაცხყოფად გააკეთებს და ხტის და ეგარი ადამიანებისაც ყველაზე მეტად მოხდა, ყველაზე დაბალი შეგნების და გაგების ადამიანი. და მას ადამიანებს ადრე ვცდილობდი ხოლმე რაღაცა გავაგებინო, გავჩერდე, დაველაპარაკო. ეხლა უკვე მივხვდი რომ იცი რა არის აი მასეთ ადამიანს ასეთი იმიტომ რომ მაგას არ უნდა რომ გაიგოს. თორე გაიგებდა. თუნდაც ჩემი აზრისი ლაპარაკიდან იმის ნაცვლად რომ გეცეს ყელში, უბრალოდ რაღაცას გამოიტანა და შეცვლიდა. მაგრამ არა, მას ეგ არ უნდა.
და როცა ადამიანს ეგ არ უნდა, იმას რომ შეეშვა. ანუ ეგეთი ძალადობა, რომ ადამიანს რაღაც გაგება არ უნდა, შენ ძალიან ცდიო უფრო გაგება. ეგეთი ძალადობა მის დამიდან შენ თავის კიდე შეურაცხყოფა, იმიტომ რომ შენ უძვირფასეს ცხოვრების დროს კარგავ რაში, რომ ადამიანს რომელსაც რაღაც არ უნდა, ეს რაღაცა მისცა, მაგალითად ადამიანი პირი აქვს მოკუმული, არ მინდა მე საჭმელია თუ ცხვირზე ხელს უჭერ, პირი გაგა ძალით უნდა გაჭამო. ხო არის არა შენ მომზადებულ გემრიელე საჭმელს, რომელშიც წახვედი, იყიდე, მოამზადე და ადამიანი პირს არ აღებს და გეუბნება რომ შევჭამ გულია მე რომ არ გინდა, ნუ გინდა, ოკეი. ხოდა მოკლედ ესეთი ამბები. დაწერეთ ალბათ თქვენი აზრები კომენტარებში. ახლა თუ ალს გავიცხელებ და დავაყოლებ ამბებს, იმიტომ რომ ძალიან ავტკბილი ვდი. აი შეიძლება ყველი დავაყოლო. კაი ყველი აღარ მაქვს. სრულგუნი. კაროჩა მოვაწავალ იქ სამგორში. ვიკეთე. ისევ მგზით წავა. უნდა ვისწავლო კარგად ექსა. კარგ დღეს გისურვებთ.